სალამ მეგობრებო. ეთერშია პროექტი ვერიტას. მე მისი წამყვანი ირაკლი მეფარიშვილი დღეს გთავაზობ სტუმრად ლაზარე ოსმანოვს. ლაზარე, მიხარი რომ ჩემი სტუმარი ხარ. მაყურებლებს მინდა წარუდგინო შენი თავი. ლაზარე გახლავთ ჩვენი ხშირი სტუმარის, გამოჩენილი მეცნიერი ზაზა ოსმანოვის-შვილი. წარმატებული სტუდენტი, დიდი მომავლით და ძალიან საინტერესო კვლევის ანალიზს შევესწრებით ახლა ჩვენ. ლაზარე, წარგვიდგინე შენი თავი და რაზე აკვლევა და შემდეგ კი დეტალებში ჩავიდეთ. მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ ვართ სტუდენტები, მარტო მე არ მიმუშავია ამ პროექტზე. 5 სტუდენტი ვართ. და ჩვენ ასე ვთქვათ, შევეცადეთ რომ მათემატიკურად დაგვემტკიცებინა რომ ეს არჩევნები გაყავდა. და მათემატიკაში ეს დამტკიცება ცოტა სხვა რაღაც არის, ანუ ეს არის აბსოლუტური სიმართლე. და სწორედ აი ამის დამტკიცება გვინდოდა ჩვენ ამ კვლევით. ანუ ეს ჩვენ გვინდა ახლა 2024 წლის არჩევნები გავანალიზოთ, სტატისტიკური ანალიზით გავანალიზეთ, ხო? და ამ სტატისტიკურ ანალიზში ვიპოვეთ შეუსაბამობა, ხო? დიახ. და ეს შეუსაბამობიდან გამომდინარე ჩვენ გვაქვს დამატებითი მათემატიკური არგუმენტი, რომ ვამტკიცოთ არჩევნები გაყავდა, ხო? დიახ, აბსოლუტური ყველანაირი ესეთი უბრალოდ ეჭვების გარეშე არგუმენტი არსებობს, ითაც ვამბობთ რომ აუცილებლად უნდა გაყალბებულიყო არჩევნები. კარგი. მოდი ახლა სანამ თვითონ კვლევაზე გადავალთ. ჩვენ გვაქვს რამოდენიმე ერთგვარი ფაქტობრივი გარემოება. სანამ კონკრეტულად კვლევაზე გადავალთ. კვლევის, ანუ არჩევნების გაყალბების თემის შესახებ მე მქონდა ადრე დისკუსია ექსპერტთან. არის ჩემს არხზე, ვისაც სურს, კარგი იქნება, რომ აი ამ გადაცემასთან ერთად ლევან ნატროს-შვილთან ერთად გადაცემასაც უყუროს და რაღაცა საერთო სურათი უფრო კარგად შეექმნება და არის რაღაცა ერთგვარი რაღაცა ძალიან უცნაური არასასიამოვნო გარემოებები, რომელიც მეანიშნებს, რომ არჩევნები მთლიანად რაღაცა ჩასახ პროცესში არ წარიმართა. არის ეუთოოდირის დასკვნა, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი გარემოება. მაგრამ კონკრეტული მტკიცებულებები, რომ არჩევნები გაყავდა, აი ამისი მოძიება ამწუხაროდ მოხერხდა. ვიცით, რა თქმა უნდა, დედუქციურად ყველა კარგად ხვდებით, რატომ შეიძლება ვერ მოვიძიოთ ესეთი გარემოებები, ესეთი აღიარებები, ესეთი კონკრეტული, ასე ვთქვათ, განცხადებები, ანუ ვინც მონაწილეობენ, ისინი რატომ არ ამბობენ ამას. მაგრამ აი ფაქტების სამყაროს ესეთი გარემოებები არ აწყობს, მას აწყობს კონკრეტული ფაქტების დადება. და ეს კონკრეტული ფაქტები ჯერჯერობით არ არსებობს. და ეს ერთგვარი რაღაცა ხელისშემწყობი ფაქტორია დაუშვათ თუნდაც ხელისუფლების პროპაგანდისთვის. მოდი აბა ახლა ერთგვარი პატარა ჩვენი აგური დავდოთ აი ამ საქმეში, რომელიც აი ამ პროპაგანდას ალბათ ცოტა შეასუსტებს, ხო? ჩვენ დავიწყოთ პირველ რიგში იმით, რატომ გადაწყვეტეთ თქვენ აი ამ კვლევის ჩატარება და მინდა შენი გუნდი რო გამოცნო? აუცილებლად, დიახ. ეს ვაპირებდით. ჩვენ ვართ 5-ვე ვართ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები. დიახ. ესე იგი მე ფიზიკაზე ვსწავლობ, რამდენიმე სწავლობ ბიზნეს ადმინისტრირებაზე და მოკლედ ესე გუნდი შევიკარით, ესენი არიან საბა სიგუა, ლევან ღაღანიძე, თემურ ბეგიშვილი და კესო ბოსტოვანაშვილი. ჩვენ ვიცნობდით ერთმანეთს კარგად, საკმაოდ ახლო მეგობრები ვართ და ხა მიზეზი რატო გადავწყვიტეთ ჩვენ ამ კვლევის ჩატარება. გარდა იმისა, რომ მათემატიკა ვიცით კარგად. ამის გარდა Facebook-ში ვრცელდებოდა ეს დიაგრამები, სადაც ამბობდნენ, რომ აი ეს განაწილება უნდა ემთხვეოდეს რაღაც კონკრეტულ ფორმას და რადგან არ ემთხვევა, დასკვნა იყო ხოლმე, რომ ესე იგი გაყავდა. მაგრამ მაგაზე რომ დავფიქრდით ჩვენ რეალურად არსებობს არგუმენტები, რატომაც არ შეიძლება, რატომაც არ არის ეგ არგუმენტი. ანუ რატომ შეიძლება რომ არ ემთხვეოდეს ეგ განაწილებები იმ კონკრეტულ ასეთ სიმეტრიულ ფორმას, რაზეც ამბობდნენ რომ უნდა დამთხვეოდა. და აი სწორედ ამიტომ ჩვენ ბევრად უფრო მკაცრად მათემატიკური და ბევრად უფრო ესეთი მოდელი შევიმუშავეთ,
რომელიც მინიმალურ დაშვებებზე მუშაობს. დაშვებები თითქმის საერთოდ არ გვაქვს გაკეთებული. და ნუ შესაბამისად, რადგან დაშვებები საერთოდ არ გვაქვს გაკეთებული, ნუ ნახავთ ხა რატომაც ვიძახი ამას. დაშვებაში რას გულისხმობ? აი ნახეთ პირველი ფოტოები რო გავრცელდა, აი დაშვება არის ის, რომ ყველაფერი უნდა ემთხვეოდეს აი ამ რაღაც სიმეტრიულ განაწილებას. აი ეგ იყო დაშვება. იმ ხალხის ვინც ის კვლევა გააკეთა და თქვეს რომ აი ამიტომ გაყავდა. და შემდეგ ნუ იმ დაშვებაში მუშაობდა ის ხალხი და ამბობდნენ რომ რადგან არ ემთხვევა რეალური აი ამ დაშვებულს და იდეაში მიღებულ შედეგსაც, ხო? ანუ ყველა ნორმალურ ქვეყანაში ემთხვევა ასეთ ფორმას, მაგრამ აქ არ დაემთხვა. აი ეგ არის დაშვება, რომ თუ კი ნორმალურ ქვეყნებში ემთხვევა, მაშინ აქ რატო არ ემთხვევა და ალბათ გაყავდა. აი ეგ არის დაშვება. აი ვინ იყო აი ამ დაშვების ავტორი? ვინები ხორციელდნენ ამ დაშვებას? აი ეს ნუ ჩვენგან დამოუკიდებლად даже ვიცნობ ერთი ორს ფიზიკოსები ასევე და ნუ სტატისტიკოსები სხვადასხვა ხალხი იყო რომლებმაც ეს მონაცემები მოიძიეს და შემდეგ უბრალოდ ხო აი ამ დაშვებაში მაინც ციფრებისში კონკრეტული ასე თქვა ლოგიკის მოძიებაში ცხადია ხომ სტატისტიკაში არ აისახება ისეთი დეტალები და ესეთი ნიუანსები, რომელიც რეგიონში შეიძლება იყოს ადმინისტრაციული რესურსის გამო, ასე თქვათ, პოლიტიკური კულტურის გამო. რა თქმა უნდა, კი. ანუ თუ კი ჩვენ ავიღებთ დაუშვათ 54%-ს. ზოგიერთ რეგიონში ამ დაშვებიდან გამომდინარე ალბათ ყველაზე მაღალი უნდა იყოს ისე რაღაცა 60-58%-ის ფარგლებში. მაგრამ ხო შეიძლება რომ იქ იმ პოლიტიკურ კულტურის მხარეში 90-იც იყოს. რა თქმა უნდა. იქ ჩვენ კვლევაში გათვალისწინებული ხო, ანუ იქ იმ დაშვებაში ესეთ ვარიანტებს არ უშვებს და იმიტომაც არ იქნება ეს პროპორცია. ამ დროს ეს შესაძლებელია ჩვენი პოლიტიკური კულტურიდან გამომდინარე. გამომდინარე ფაქტიდან მე რამდენადაც კარგად ვიცნობ და როგორც ვიცნობ ჩვენ საზოგადოებას კი არის კუთხეები, სადაც ამ ასე თქვათ ქართული ოცნების სასარგებლოდ ხმების რაოდენობა შეიძლება ყოფილიყო 90%-იანი. 90%? ხო. მაგაში ცოტა უნდა შეგედავოთ. 90% არის სტატისტიკაში ცოტა არარეალური რიცხვი. კარგი, ახლა მოდი უფრო დეტალურად დავიწყოთ და მივიდეთ, იმიტომ რომ რაღაცა ბოლოდან არ მინდა რომ. კი ბატონო, კი ბატონო. როგორი ახლა თქვენი სკოლების მეთოდი და გაგვარკვია აი დეტალურად. რა მასალებს ეყრდნობა თქვენი კვლევა? აუცილებლად. საიდან მოახერხეთ აი ამ მონაცემების შედარება, შემდეგ ჩაშლა, როგორ განაწილეთ შემდეგ ეს ნორმალური განაწილება, გაუსიან, ასე თქვა, distribution, ხო? დიახ. აი ეს ამახსენე. თუ შეიძლება მაშინ დიახ, ახლა ჩვენ გვინდა სლაიდი. ჩარტეთ ვინა აი დიახ და უბრალოდ ორი სიტყვით ვიტყვი რა არის თვითონ ეს ნორმალური განაწილება. დიახ, ზოგადად. აი მაგალითად IQ-ს მაგალითი ძალიან მიყვარს, როდესაც ამაზე ვსაუბრობ ხოლმე. იმიტომ რომ IQ-ც ხა როგორ ტარდება, აი ეს IQ-ს გამოვლენა როგორ ხდება ხოლმე. რაღაც კლასში შეკრებენ ხალხს და ამ ხალხს აწენებენ რაღაც ტესტს. ყველაზე მეტი რამდენ ქულასაც აიღებს, ანუ იმ ქულას უსადაგებენ შემდეგ 100. აი ნახეთ აქაც 100 ნიშნულთან არის ყველაზე მეტად ამოზნექილი ეს გრაფიკი. ეს ახლა რას ნიშნავს, რომ 100-ის ტოლი IQ ყველაზე მეტ ადამიანს აქვს. ანუ აი ამ ღერძზე არის ადამიანების რაოდენობა, ხოლო X ღერძზე გვაქვს თვითონ ეს IQ-ს რიცხვი. და ეს ძალიან ბუნებრივი განაწილება არის იდეაში, რომ ნახეთ ანუ რას შინაარსირადებს ახლა ამაში, რომ აი 60-ზე დაბალი IQ-ც საკმაოდ მცირე რაოდენობის ადამიანებს აქვთ, ხოლო 140-ზე მეტი IQ-ს მქონე ასევე ძალიან მცირე რაოდენობას. და სადღაც არსებობს შუაში პიკი, მაგალითად 100, რომელიც აი ძალიან ბევრ ადამიანს ახასიათებს 100 IQ-ს, ესე ვთქვათ, ინტელექტუალური მარაგი. და ესეთი პროფილი არ ახასიათებს მხოლოდ IQ-ს, ან მხოლოდ არჩევნებს, ანუ ძალიან ბევრ სისტემაში გვხდება, ფიზიკურ სისტემაშიც, მაგალითად ტემპერატურის განაწილებები, ახლა აქ ჩანს სხვადასხვა შტატებში და ეს ფორმები, მოკლედ, ძალიან ბუნებრივია ნებისმიერი სტატისტიკოსისთვის და ფიზიკოსისთვის და მათემატიკოსისთვის, ხო, ანუ ეს ბუნებრივი რაღაც არის, როდესაც ესეთი რაღაც დგება. და ნუ სწორედ ხო აი ამ განაწილების ფორმულა აი ეს არის, რომელსაც გააჩნია ორი მთავარი პარამეტრი. ეს ორი პარამეტრი დამჭირდება რომ აგიხსნათ და ამიტომ ვიტყვი ეს არის საშუალო, ანუ აი 100 მაგალითად აი 100. საშუალო არის პიკი სადაც აქვს. დიახ.
და მეორე პარამეტრი არის სიგმა. ეს სიგმა უბრალოდ აკონტროლებს რამდენად სიდიდეს, ასე ვთქვათ, სისქეს, აი რამდენად გაშლილი არის ეს განაწილება. შეიძლება უფრო ლოკალური იყოს, ლოკალიზებული. დიახ, გასაგებია. აი ეგ ორი პარამეტრი ახასიათებს ამას. და ნუ ზოგადად ჩაკეტილ სისტემებში ბუნებრივიც არის, რომ უნდა დაჯდეს, ასე ვთქვათ, ეს განაწილება. აი სხვა არსებობს კიდევ ბევრი არგუმენტი, რატომაც ეს ხდება, მაგრამ მოდი ამაზე შევჯერდეთ ჯერ. და აი ხლა იმას წარმოგიდგენთ ხლა, რასაც ხედავთ თქვენ სლაიდზე, რასაც თავიდან ვლაპარაკობდი, ანუ ეს ეგონა ხალხს დამტკიცება, რომ არჩევნები გაყავდა. დიახ. აი აქ არის სხვადასხვა ფერები ასახავს სხვადასხვა პარტიების პროცენტულ განაწილებებს. დიახ. ხოლო აი ეს ყველაზე გრძელი რომელიც არის სისქეში, ეგ არის ქართული ოცნება. აი არგუმენტი ის იყო, რომ არ გავს ეს კარგ ნორმალურ განაწილებას. აი ნახეთ აქვს რაც ორი მთავარი ბორცვაკი და ნუ მესამე ბოლოს. აი ამ მესამეს ეძახდნენ რუსულ კუდს და მოკლედ ეს იყო არგუმენტი. და ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამას იდეაში, ანუ ყველანაირად მივყვებით ქართული ოცნების ლოგიკას. ანუ ყველანაირად გვინდა რომ ნაკლებ დაშვებები შევამციროთ აბსოლუტურად. და ამიტომ ვსვავთ კითხვას, რომ რატომ უნდა ემთხვეოდეს ნორმალურ განაწილებას და არ უნდა ემთხვეოდეს, მაგრამ ჩვენ მეთოდში, რომელსაც ახლა ცოტა ხანში აგიხსნით, თავი არის ის, რომ რასაც უნდა ემთხვეოდეს, იმასაც არ ემთხვევა. და აი რას უნდა ემთხვეოდეს, მაგას განახებთ ცოტა ხანში. და ეხლა ორი სიტყვით ვიტყვი ასევე, რატომ არ შეიძლება დაემთხვეს ეს, ხო? ჩაკეტილ სისტემაზე ვისაუბრე, რომ კლასში IQ-ს დათვლა როგორ ხდება, ხო? და აი კლასი არის ჩაკეტილი სისტემა. იქ ერთმანეთში ინფორმაციის მიმოცვლა მიდის, ანუ ერთნაირი ხალხია შეკრებილი, ვისაც უნდა რომ გაიგონ რა არის მათი IQ, ხო? და რადგან ეხლა საქართველოს არ არის ეგეთი ჩაკეტილი სისტემა, იმ ხრივ რომ რეგიონებში ადამიანები სხვანაირად ფიქრობენ. თბილისში სხვანაირად და საერთოდ სხვადასხვა სიტუაციაა. ხო. ამ პოლარიზება არის პოლიტიკური რაღაც სხვანაირი ხალხია. და ამიტომ აი ყველაზე მეტად რომ დაშვება შევამციროთ, დავუშვათ, რომ იმერეთმა საერთოდ არაფერი არ იცის კახეთზე. ანუ ეს ამ ორი კუთხიდან ხალხი ერთმანეთს საერთოდ არ იცნობს. ინფორმაციის მიმოცვლაც კი არ ხდება. და აი ეგ გავიღოთ ჩაკეტილ სისტემად. განა მთელი საქართველოს. ხო. აი მოდი ავიღოთ თითო ოლქი, საარჩევნო ოლქი ჩაკეტილ სისტემად. და თითო საარჩევნო ოლქში ჯერ ვთქვათ, რომ უნდა იყოს გაუსული განაწილება, მაგრამ შემდეგ ჩვენ რეალურადაც ჩავატარეთ, ან მართლა ჩატარებულ არჩევნებზე თითოეულ ოლქში დაახლოებით მართლა გავდა გაუსულ განაწილებას. და აი ზუსტად ეგ არგუმენტი კლავს იმ უბრალოდ ერთ გაუსულს რომ არ ემთხვევა, იმიტომ რომ თითო ოლქში მართლა გავს. და აი შეხედეთ, რომ წარმოვიდგინოთ, რომ ეს პატარა გრაფიკები სხვადასხვა ოლქებია, მათმა ჯამმა შეიძლება მოგვცეს ნამდვილად ესეთი არაბუნებრივი ფორმა. და აი აქ იჭრება უკვე ის არგუმენტი, რომ რადგან არ ემთხვევა, ესე იგი გაყავდა. ხო. აი ამის მტკიცება გვინდა ჩვენ, რომ რეალურად რა უნდა იყოს ფორმა, იქნებ ესეთი უნდა იყოს მართლა რეალურად ფორმა. ხო. აი ამის გამოკვლევა გვინდა. ეხლა აი ამისთვის შევიმუშავოთ ესეთი მოდელი, რომელიც აბსოლუტურად დაფუძნებული არის რეალურად ჩატარებულ არჩევნებზე. ესე იგი მონაცემები მოვიძიეთ ჩვენ ხუთეულმა და დავთვალეთ თითოეულ ოლქში დავხაზეთ ეს გრაფიკები, თითო ოლქში როგორი იყო განაწილებები. თითო ოლქში დავითვალეთ ამ ოლქში რამდენი პროცენტი აიღო ქართულმა ოცნებამ და დავითვალეთ სიგმა პარამეტრი. იმიტომ რომ ანუ გაუსული მართლა არის იქ, ანუ ფორმა ნამდვილად ესეა. ხო და მაშინ ესე მივუდგეთ ამ ამბავს. ესე იგი დაუშვათ საქართველოში არის რაოდენობა ოლქებისა და თითო ოლქში არის გაერთიანებული დაახლოებით 50 საარჩევნო უბანი. ანუ ეს სკოლები რო არის ხალხი სადაც ხმას აძლევენ. აი მაგალითად პირველ ოლქში აიღო 70%. ეს ხო ნიშნავს რომ ამ ოლქში შიგნით სხვადასხვა უბნებში ჯამში გამოვიდა 70, მაგრამ რაღაც განაწილება არის. ხო ესე იგი სადღაც 76% აიღეს, სადღაც 68 და ასე შემდეგ. აი ზუსტად თითო ოლქში ესენი გვაძლევს განაწილებას, რადგან სხვადასხვა პროცენტები აქვს. ხო და ასე ჩამოვწერეთ, ასე ვთქვათ, ეს მონაცემები ყველა ოლქისთვის და ყველა უბნისთვის. და აი ზუსტად ახლა აქ შემოდის ჩვენი მეთოდის მთავარი შინაარსი, რომ მაგალითად პირველ ოლქში სადაც აიღეს 70%, მოდი იქ მისულ ადამიანს ჩემი კომპიუტერით კოდში მივანიჭებ ალბათობას,
რომ აი რამდენი პროცენტიც აიღო ქართულმა ოცნებამ, მაგ ალბათობით ხმა მიეცა ქართული ოცნებისთვის ამომრჩეველს. ხო. ოღონდ ზუსტად მაგ ალბათობით კი არა, ყველას ეგ ალბათობა კი არ ქონდეს. აი გაუსური განაწილებით ქონდეს ალბათობა, ანუ ზოგს ქონდეს 60% ხმის მიცემის ალბათობა ქართული ოცნებისთვის, ზოგს 70, მაგრამ ჯამურად გამოდიოდეს 70. აი ეს შევინარჩუნეთ ჩვენ. და ეხა ალბათ აქ ცოტა ყურცუდად ხდება სიტყვა ალბათობა. მოკლედ ჩვენ ეს 2 მილიონი ადამიანი ხო ერთხელ აი ესე მოკლედ ერთხელ ჩავატარეთ ესეთი კომპიუტერული ექსპერიმენტი და მივიღეთ რაღაც განაწილება ჩვენი კომპიუტერული მეთოდით, ხო? კი, გასაგებია რომ მაგ მეთოდში ყველაფერი ანუ ყველა პარამეტრი აბსოლუტურად სიგმაც და საშუალოც ამოღებული არის რეალური არჩევნებიდან, აბსოლუტურად რეალური, მაგრამ მაინც რადგან ალბათურია ის ერთი განაწილება თუ არ დაემთხვა რეალურ განაწილებას, ეგ არ ნიშნავს რომ რაღაც ცუდი ხდება. მაგრამ ალბათობა იმის ალბათობაა რომ 1000 ჯერ და 10000 ჯერ ჩავატარებთ ამას. იქიდან ერთი მაინც ხომ უნდა დაემთხვა, ახლოს მაინც ხომ უნდა იყოს. აი სწორედ ეგ ვქენით ჩვენ რომ 10000 ასეთი არჩევნები ჩავატარეთ, ოღონდ მათივე რიცხვებზე დაყრდნობით. უკვე ჩატარებულ არჩევნებზე დაყრდნობით ფორმატს მაგიდან ავიღეთ ყველა პარამეტრი. აი საბოლოოდ მივიღეთ ასეთი შედეგი. ჩანს მონიტორზეც რა შედეგზე მაქვს საუბარი, უბრალოდ ერთი პატარა შეზღუდვა დავადეთ. ჩვენი შეზღუდვა იყო ის, რომ ჩვენი კოდით მიღებული შედეგებიც მათ უნდა ქონოდათ 54%. აუ ნახეთ აქ რა ინფორმაცია ჩავდეთ. აქ ჩვენ ვდებთ იმ ინფორმაციას, რომ არ გაეყალბებინათ და მართლა აიღოთ 54%, როგორი უნდა ყოფილიყო განაწილების ფორმა. აი ეს გვინდოდა ჩვენ. აი ხა აქ წითლად რასაც ხედავთ, ეგ არის რეალური არჩევნების განაწილება. ხოლო ლურჯად რასაც ხედავთ, ეს არის ბევრი, ანუ 10000 ესეთი არჩევნებია. და ანუ ლურჯი არის მოდელირება. ლურჯი არის ჩვენი მოდელი. ოღონდ ნახეთ სიტყვა მოდელირებას მინდა რომ არ დაიბნეს ზოგიერთი. აი მოდელირება არ არის, ესე პირდაპირ მოდელირება. იმიტომ რომ ჩვენ დაშვება არ გვაქვს. ნახეთ აი მართლა არ გვაქვს, იმიტომ რომ ფორმა ავიღეთ თითოეული ოლქიდან და მართლა იყო გაუსური. ამ ფორმის პარამეტრები ყველა ოლქიდან თავისი ავიღეთ და აი ამაზე დაყრდნობით ჩავატარეთ ეს ყველაფერი. მხოლოდ ამაზე დაყრდნობით. და აი ეს ლურჯი სქელი ხაზი ეს არის უბრალოდ ბევრი ლურჯი წირების ერთობლიობა. აი ეს გვეუბნება, რომ ყველაზე ალბათურად, ანუ როგორი უნდა ყოფილიყო არჩევნები, რომ არ გაეყალბებინათ და მაინც აიღოთ 54%. და ახლა აი აქ მინდა მიაქცევთ ყურადღებას ერთ რამეს, რომ წითელი და ლურჯი ხაზები საკმაოდ ახლოს არის ერთმანეთთან, აი ფაზა 1-თან აქ წერია, ეს სამ ფაზად მაქვს დაყოფილი. რას ნიშნავს ფაზა 1, ფაზა 2 და 3? აი უბრალოდ გრაფიკი დავყავი სამ ნაწილად. ხოლოდ ეს არის, მაგრამ ახლა აქ მნიშვნელოვანი რა არის? ჩვენ რო გადავამოწმეთ, აი სად ემთხვეოდა. ჩვენ ხო ვინახავთ ყველაფერს ამ კოდში. ანუ მაგალითად ვიცით რომ ეს წერტილი შეესაბამება რომელიღაც თბილისის რომელიღაცა უბანს. და ჩვენ როდესაც ვნახეთ რომ ეს პირველი ფაზა, ანუ რატო ემთხვევა ესე კარგად, მივიღეთ რომ ეს არის აბსოლუტურად დიდი ქალაქების უბნები. აქ აი ეს არის დიდი ქალაქები. აჰა. ხოლო სადაც არ ემთხვევა და რაღაც უცნაურობა ხდება, ის არის უკვე რეგიონები. და ამ გრაფიკს რო პირველად შევხედე, ნუ რაღაც 3 დღე მუშაობდა კომპიუტერი, იმდენად ბევრი მონაცემი იყო დასამუშავებელი. და პირველად რო შევხედე, ცოტა გამიკვირდა. ნახეთ ხა რატო აი შეგრძნების დონეზე ლურჯი წირი ხა უფრო მაღლა არის ვიდრე წითელი. ანუ მეთქი ესე იგი ქართულ ოცნებას მეტი უნდა აიღო ჩვენი მოდელით და მე გავიაზრე რომ წითელი ხო უფრო დაბლა. ესე იგი გაუყალბებლად რომ ამდენი პროცენტი დაეფიქსირებინათ. აი 60% რა უბნებშიც აიღეს, ეგ რაოდენობა უნდა ყოფილიყო ბევრად მეტი ვიდრე რეალურად არის. ანუ აი ამ მეორე ფაზაში ვერ აიღეს იმდენი ხმა, რამდენიც უნდა აიღოთ მათივე რიცხვებზე დაყრდნობით. აჰა, ეხლა მოიცა. ესე იგი ქალაქის მონაცემებით, რომელიც მწვანე ფერადაა მოცემული, ჩვენ 54% რახან ძირითადი ასე თქვათ საკონტროლო ინდექსი გვაქვს, რა ვიცი, შეიძლება სწორად არ ვიყენებ. კი. საკონტროლო ინდექსი 54%. ყვითელ ფაზაში რომ მივიდეს მე 54%-მდე, ხო? უფრო მეტი ხმა უნდა მიეღო? აი ამ მეორე ფაზაში უფრო მეტი უნდა მიეღო. მეტი უნდა მიეღო. კი.
და ნაკლები მიღა. ანუ ამ ფაქტით არის манипуляция თუ როგორ ხდება. ნახეთ რატო? ანუ იმიტომ რომ ის რომ გამოვიდეს ეს ციფრი, ესე იგი კი. ეს პირველი ფაზის ციფრი იძლევა საშუალებას რომ 54% რასაც ქალაქში უფრო მეტია მომრჩეველი. ხო? 54% აი აქ უნდა ყოფილიყო უფრო მაღალი, ასე თქვათ, ნიშნულზე წითელი. პირველში არა, მეორე ფაზაში. აი აქ, შუალედურ ფაზაზე მაქვს საუბარი. შუალედურ ფაზაში უნდა ყოფილიყო უფრო მაღალი. უფრო მაღალი, კი. უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო, მაგრამ უფრო დაბალზე დანიშნა. ანუ ეს დაბალზე. დიახ, ეს რატომ მიანიშნებს რომ უფრო გაყალბო? აი ხა ნახეთ რას მიანიშნებს. აქ ხო ვერ აიღეს მაგდენი. ხო. და რაც აქ დააკლდათ. დიახ. რატო ხა დააკლდათ? იმიტომ რომ წითელი წირიც 54%-ს გვიჩვენებს და ყველა ლურჯი წირიც 54%-ს. მაშინ რაღაც საწავიდა ეს ხმები, ხო? და ეს ხმები წავიდა ზუსტად მესამე ფაზაში. აი ეს ხმები დაკონვერტირდა მესამე ფაზაში მთლიანად. ანუ აი აქ რა ამ ხმების რაოდენობა სხვაობა უდრის აი ამ ხმების რაოდენობას. ეს არის ცნობილი რუსული კუდით. მაგრამ აქამდე კი ამბობდნენ რომ ეს არის რუსული კუდი, ეს არის ის, მაგრამ ეგ არ არის მათემატიკური არგუმენტი. რომ აი რადგან რუსეთში არჩევნებს გავს, ამიტომ ეძახდნენ რუსულ კუდს, მაგრამ ახლა უკვე შესაძლებელი გვაქვს რაღაც. აი ეს ლურჯი წირი არის შესაძლებელი და რატო? იმიტომ რომ ეს არის მათივე რიცხვებზე დაყრდნობილი, აბსოლუტურად ყველაფერი არის მათ რიცხვებზე დაყრდნობილი მონაცემი. რომელიც უბრალოდ შემდეგ ყველაზე ალბათურად როგორი უნდა ყოფილიყო არჩევნები მივიღეთ. 10,000 წარმოიდგინეთ, ახლა 10,000-დან ერთი წირიც კი არ ემთხვევა აი ამ წითელს. აი ზუსტად აქ არის ის თავარი манипуляция, რომ რაც აქ ვერ მიიღეს, ის დააკონვერტირეს შემდეგ აი იმ უბნებში, სადაც აი აქ თან კარგად ჩანს 80+% სადაც აიღეს, აი მანდ არის ჩაკონვერტირებული ეს ხმა. შემდეგ აი ეს არის და ეხა ერთ პატარა რაღაცას ვიტყვი. ეხა აქ თითოეული წერტილი აღნიშნავს რას? თითოეული წერტილი აღნიშნავს აი აქ მიწერია ნახეთ bin size უდრის 5%-ს. ანუ ეხა ეს რას ნიშნავს, რომ 0-დან 5%-მდე რა უბნები აიღეს? აი უფრო მარტივად ვიტყვი. ანუ ზუსტად 40% ხო მაგალითად არსად არ აუღიათ. იმიტომ რომ აიღეს 40.1 რაღაც 1235 ნუ რაღაცა. და ამიტომ ჩვენ დაგვჭირდა რომ რაღაც პატარა შუალედი აგვეღო, აი მაგალითად 0-დან 5%-მდე რამდენი უბანი იყო, 5-დან 10%-მდე, 40-დან 55-მდე. ხო და აი ეს გამოგვივიდა 5%-იანზე. ეხა რიცხვს ვიტყვი უცებ. აქ რიცხვი მივიღეთ ესეთი. აი წითელსა და ლურჯი ხაზების ყველაზე დაბალ ხაზს შორის რო სხვაობა დავითვალოთ, მივიღებთ 140,000 ხმას. ხოლო ყველაზე მაღალი რო დავითვალოთ, მივიღებთ 200,000. მაგრამ ხო არის კიდევ მესამე პარამეტრი, ყველაზე ალბათური ხმების რაოდენობა. და ეს ხა როგორ ხდება, ხო? აქ 80,000 წირია, ამ 10,000-დან ყველაზე მეტი არის სადღაც შუაში განლაგებული. 175. და ეგ გამოვიდა 175,000, დიახ. მაგრამ ყველაზე ალბათური, ანუ 80%-ით ყველაზე ალბათური და 85%-ით ყველაზე ალბათური არის 175,000 ხმა. მაგრამ ჩვენ ამის გარდა დავაგეთ კიდევ ერთი გრაფიკი. ანუ აი ეს შევამცირეთ 0-დან 5%-მდე კი არა 1%-იანი ისინი ვქენით, რა ქვია, დაშორებებით. და აი 1%-იან დაშორებებზე გვხდება ესეთი გრაფიკი. 1%-იანი დაშორება. აი ნახეთ, წეგან რომ საუბრობდი, რომ 40%-ს ხო ზუსტად ვერ აიღებდნენ ვერსად. და ჩვენ ამის გამო შემოვიღეთ რაღაც შუალედი. რომ 40 კი არა, 40-დან 55%-მდე რა უბნებში დაფიქსირდა და ეგრე ვითვლით. ხო. და ეხა ეგ კი აღარ იყოს, ეხა იყოს მაგალითად 40-დან 51%-მდე შუალედში რაც სადაც აიღეს, ეგენი დავითვალოთ რა. ხო. იაში 5% მიღებულია, რომ ყველაზე კარგი ის არის, რა ქვია, ასაღები ნიშნელი, ასე ვთქვათ, მაგრამ ავიღეთ მაინც 1%-იანი. და ამ 1%-იანმა ერთადერთი რაც მოგცა და აი აქ მინდა მიაქციოთ ყურადღება, რომ აი ამ პირველ ფაზაში ნახეთ ლურჯ სკეილ ხაზში აბსოლუტურად ჯდება წითელი ხაზი. ანუ თითქოს ცდომილებაშიც ჩაჯდა ფარგლებში. ანუ აქ გაყალბება არ მომხდარა მეტნაკლებად. აი აქ რაღაც ადგილას კი, მაგრამ ამას არც ვთვლით დაჟე. აქ გაყალბება მართლა არ მომხდარა. მაგრამ აი აქ შუალედურ ადგილზე ნახეთ მინიმალური გაყალბების ზღვარი შემცირდა, ჩამოვიდა 140-დან 90,000-მდე, მაგრამ მაქსიმალურიც გაიზარდა საკმაოდ. მაგრამ ყველაზე ალბათური დარჩა მაინც იგივე 175,000 ხმა. ხო. და აქ ნუ გვეკითხებიან ხოლმე რამდენი პროცენტი გაყალბდა და ამ პროცენტზე საუბარი შეუძლებელია. იმიტომ რომ
აქ ხარ რა უნდა ვქნათ, ხო? ეს 175 უნდა გამოვაკლოთ ქართულ ოცნებას და მივუმატოთ ოპოზიციას თუ ამას ვერ ვსჯელობთ. მაგრამ ერთადერთი იმის თქმა შეგვიძლია რომ ამ 175,000-დან 50,000-იც რო ყოფილიყო მოპარული ხმა, ანუ ოპოზიციას გამოკლებული და შემდეგ ქართულ ოცნებას მიმატებული. ეგ ნიშნავს რომ იგი ორმაგ მოგებაში გავიდნენ. ხო. 5 ანუ ჩვენ არ ვიცით ზუსტად ეს 175,000 პლუსია თუ 175 არის მინუსი, ანუ ერთი ჭუჭდა მოვალეში გადის. ზუსტად, ხო, ზუსტად. და პლუსის არის კიდე რომ აქ ჩვენ ახლა რა დაშვებები გამოვიყენეთ? არაფერი, ხო? ანუ ეს არის პირიქით ის დაშვება, რომ ეგრე არ ხდება, ხო? ახლა ის ამ ოლქში რა სიტუაციაც არის, მის მახლობლად სხვა ოლქში, ხო? მაგალითად კახეთის რაღაცა წარმოიდგინეთ ორ სოფელში, რომ საერთოდ არ იცნობდნენ ეს ადამიანები ერთმანეთს. ეგ ხო სისულელეა. ანუ ერთში არის სტატისტიკური სურათი შეიძლება იყოს ნორმალური განაწილების ლოგიკის შესადარი და მეორეში შეიძლება არის 90 და რა ვიცი უფრო მეტი? არა, ნახეთ, ანუ ორივეში ნორმალურს ემთხვევა. ხო. უბრალოდ ეს ნორმალურები არის სხვადასხვა ერთმანეთისგან. აჰა. და სინამდვილეში ეს შორიდან რო ვუყურებთ, ეგეც სისულელეა. აი როგორ შეიძლება ახლა სოლოლაკში მცხოვრება ადამიანის 80% განსხვავდებოდეს აბსოლუტურად მთაწმინდაში მცხოვრები 80%-ისგან, ხო? აი ეგ სისულელეა, ხო? დაახლოებით, მაგრამ ჩვენ მაგ დაშვებაშიც კი წავყევით ფაქტიურად ქართულ ოცნებას. ან ყველანაირად მინიმიზაცია გავაკეთეთ იმის, რომ აი ვერაფერში ვერ უნდა შემოედავონ ახლა ამ კვლევას. აი რაღა უნდა თქვენ. სწორედ ეგ ვქენით ჩვენ ამით რა. და მაინც ან მაგის მიუხედავად მივიღეთ ამ ხელა აცდენ. აი ეგ არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ამ გრაფიკს რო ველოდებოდი, მივწერე გუნდში ჩატი გქონდა გაკეთებული, მივწერე რომ ეხა რო არ დაემთხოს, უბრალოდ რო დაემთხოს ერთმანეთს, ესე იგი რა გამოდის, რომ არ გაყალბებულად ხო, იმიტომ რომ ძნობა გქონდა ყველას რომ გაყავდო, მაგრამ ანუ ხელა აცდენა მივიღეთ როგორც ხედავთ, რომ აბსოლუტურად ეს არის მათემატიკური არგუმენტი რატო გაყავდა. კარგი. ახლა შეიძლება თუ არა შენი კვლევის არგუმენტის გამოყენება სამართლებრივ მტკიცებულებად. ხო. ეგ საკმაოდ კარგი კითხვაა. იმიტომ რომ მე ვერ ვხვდები სამართლებრივად როგორი, ანუ რა არგუმენტები გამოიყენება ხოლმე. მაგას ვერ ვხვდები, იმიტომ რომ არ ვიცი სამართალი. მაგრამ მათემატიკური არგუმენტი თუ ჭრის სასამართლოში აბსოლუტურად გამოყენებადია. აი წმინდად მათემატიკური და თან რეალობას მორგებული. ეგ თუ ჭრის აბსოლუტურად გამოყენებადია მაშინ. ანუ ესეთი პრაქტიკა თუ აქვს სასამართლოს, დიახ, ხო. სტატისტიკური მონაცემების ალბათობით ეს მოვლენა დაშვებადია თუ არ არის დაშვებადი. მაშინ ეს არგუმენტის გასათვალისწინებელია. დიახ. კაი, მნიშვნელოვანი რამაა. სხვათა შორის ეს კვლევა ევთეოდირში გაგზავნილი იყო მოკლედ. ჩვენს მიერ არის. თქვენ კვლევას რა გამოხმაურება მოყვა? ჩვენ მივაწოდეთ ეს კვლევა, ასე ვთქვათ. ნუ ჯერ ერთი დავდეთ საერთაშორისო პლატფორმაზე. სადაც ესეთი სად არის გამოქვეყნებული? არქივ წერტილი ორგი არის კორნელის უნივერსიტეტის ის არის, ასე ვთქვათ. ეს რეფერირებადი ჟურნალია? ჟურნალი არ არის, ანუ რეფერირებადი არ არის, მაგრამ სამეცნიერო საზოგადოება ყოველთვის მანდებს, მხოლოდ სამეცნიერო საზოგადოება დებს მან სტატიებს ამ კვლევებს. ხოლო ჩვენ ეს კვლევა წარუდგინეთ პრეზიდენტს. დიახ. მაშინდელ ნამდვილ პრეზიდენტს და ნუ იმან ესე იგი პრეზიდენტმა მოკლედ გითხრა რომ ეს კვლევა ედო დაურთო, ასე ვთქვათ, ევთეოდორში წასაღებ დასტას რაც წაიღო. კონდა თუ არა თქვენს კვლევას გამოხმაურება მეცნიერული საზოგადოებიდან, ან კრიტიკული ანალიზი? რამდენიმე სტატისტიკოსმა მოგწერა, ესე იცით როგორ სტატიის დაწერის დონეზე არ დაუწერიათ და ესე ეგ არც ხდება ხოლმე, მაგრამ პირადად მოგწერეს. დიახ. სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან რამდენიმე მოგწერა, მაგალითად ქართულმა მეცნიერებმა მოგწერა რამდენიმე და არაქართულმაც მოგწერა, რომ ეს არის ძალიან კარგი მეთოდიო
როგორ უნდა დავადგინოთ გაყავდა თუ არა. ანუ ყველანაირი უბრალოდ ეჭვის დონეზე კი აღარ არის, ეს არის უკვე არგუმენტიო მართლაცო და აი ეს შეგვაქვს ასე ვთქვათ. აი მხოლოდ ამით შემოიფარგლენ ასე გამოხმაურების დონეზე. შენი აზრით აი ამ კვლევის გასაჯაროებას და მის გამოყენებას ეკნება თუ არა ქართულ საზოგადოებაში, ქართულ პოლიტიკაში რაიმე ხელშესაჭიდი ისეთი ზემოქმედების მექანიზმის შესაძლებლობა. როგორ ფიქრობ? როგორ გამოვიყენოთ უნდა ეს? ანუ იმიტომ რომ ეხლა შენაც წარადგინე მას ჭირდება სპეციალური აუდიტორია და ჭირდება სპეციალური მსმენელის. სასამართლოშიც კი რომ მოვისმინოთ, მე არ მგონია რომ მოსამართლეც კი იყოს ამისთვის კვალიფიცირებული. რა თქმა უნდა. და არის თუ არა ესეთი პრაქტიკა რომ მსმენელი რომელიც ობიექტური იქნება, ან თუნდაც სკეპტიკური იქნება, მას ამ არგუმენტს დაუმტკიცებთ. აი სამართალზე როცა დგება ხოლმე საუბარი, ვერ გეტყვით ნამდვილად. მაგრამ როგორც თქვენ აგიხსენით, ხო. აი ამ ლოგიკით მე თუ ჩვენ თუ მოგვეცემა საშუალება. მე გავიგე ახლა შეიძლება. ავხსნათ, ხო. ნუ ესე იგი არა მათემატიკოსებისთვის წარდგენილი მაქვს ბევრისთვის, ხო? იგივე საუნ ზურაბიშვილი, ხო, არ არის მათემატიკოსი, მაგრამ ნუ არც ისე გაუგებარი არ არის ხა ჩვენ რაღაც ისეთი ხო. იდეა არ გვიდევს აქ, ხო? ჩვეულებრივი მარტივი ჩვეულებრივი ისა რა ქვია. რაც პატარა კოდი დავწერეთ, ალბათობაში გავითვალისწინეთ უბრალოდ ნამდვილი პარამეტრები და ავაგეთ განაწილება. ანუ არაფერი დიდი ფილოსოფია ამაში არ დევს იდეაში. აი ესე რომ შევაფასოთ რა შორიდან. და რა რატომაც არა. უნდა იყოს და გამოყენებას რაც შეეხება. ეს გაყალბება მოხდა როგორ, ხო? ამორჩეული იყო წინასწარ. ამას რომ ამბობ ხოლმე რომ ყვებით აი ამ კვლევას ყოველთვის ვაქებ ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ ასე ლამაზად გაყალბდეს და ასე მასშტაბურად ქვეყანაში არჩევნები ეს ძალიან იშვიათად რომ რომელ ოლქებში იყო აი ყველაზე უცნაური განაწილება რომელიც არ შეეფერება აი ამ ნორმალურ განაწილებას. ეგ უნდა მეთქვა ზუსტად და თუ შეიძლება ჩავერთოთ სლაიდი. აი ხან ნახეთ რეალური გაყალბება სად მოხდა. ეგ კითხვა ძალიან ისტორიკი კითხვა და ხშირი კითხვა, ხო? ეს მოხდა ბოლოს, აი რუსული კუდია მართლა, ხო? შეგვიძლია საათებზეც ვიმშელოთ, აი დაახლოებით არჩევნების პროცესის მიმდინარეობის რომელი საათებია კიდევ ალბათ ყველაზე მეტად დატვირთული. აი ამ არანორმალური განაწილებით. ეგეთი მონაცემებიც ხომ არსებობს, ხომ მიტვირთებული? არ არსებობს. არა. ჩვენ და ციფრულად რახან ხდებოდა აი ამ ხმების მიცემა იქაც ხო არის რაღაცა ხო ვიცი, მაგრამ სტატისტიკურად ანუ ამოღებადი ხმების მიცემა როგორ მიმდინარეობდა, რომელ საათებში რა მიმდინარეობდა. ჯერ ერთი ეგ მონაცემები საერთოდ არ არის დატვირთული CESCO-ზე და CESCO-მ მეცაც გეტყვით ყველანაირად ხელი შეგვიშალა რომ არ ამოგვიღო ინფორმაცია. როგორ ქნეს არ ვიცი აი საბასიგოა რომელიც მონაცემებს იღებდა მაგ მომენტში რაღაც მომენტში მიხვდა რომ CESCO-ზე ვეღარ შედის და სხვა კომპიუტერებით შევდიოდით CESCO-ზე ანუ IP მისამართი დაადგინეს და ის ანუ აღარ უშვებდნენ ფაქტიურად ეგ ყველანაირად ხელი შეგვიშალეს აბსოლუტურად ну ამიტომ და ეხა დროს მით უმეტეს არ ავინდადებდა იქ დროის მნიშვნელობებს რა და არანაირ საინტერესო იქ ძალიან საინტერესოა კი დიახ, ჩვენ საუბრობდით ოლქებზე. დიახ, ოლქებზე. ეხლა აქ ჩდება ხოლმე კიდევ ერთი კითხვა. რომ აი ნახეთ, თუ ყველაფერი აღებული გვაქვს რეალური მონაცემებით. აი ეს კითხვა შეიძლება გაჩნდეს, მე დავსვავდი ამ კითხვას მაგალითად. ყველა ფორმატს ემთხვევა ყველა ოლქში მეტნაკლებად ნორმალურ განაწილებას. და ეგ ფორმა გვაქვს აღებული ჩვენ სიმულაცია კომპიუტერულ კოდში, ხო? საშუალოდ დათვლილი გვაქვს რეალური არჩევნებიდან, სიგმაც და აბსოლუტურად ყველა პარამეტრი, ხო? მაშინ რანაირად არ დაემთხვა რეალურ არჩევნებს. აი ეს კითხვა ჩნდება. და აქ, ეხლა თქვენს რომ გითხეთ, რომელ ოლქში გაყავდაო? რეალურად ოლქში კი არ გაყავდა კონკრეტულად რომელიმეში. ჩვენ რაღაც მიკროსკოპულად ჩავედით და ნახეთ რეალურად რა ხდებოდა.
ძალიან საინტერესოა, მაგიტო ვიძახი, რომ ესე ლამაზად გაყალბდეს იშვიათად. და რატო ეხა? ყველა ოლქში ხო იყო ნორმალურად სიტუაცია მეტნაკლებად. თბილისი არა, ამ შემთხვევაში ვსაუბრობ რეგიონებს. იმ ოლქში ხო არის 50 საარჩევნო უბანი. ამ 50 საარჩევნო უბნიდან 40-45 იყო აბსოლუტურად ნორმალური უბანი. მაგრამ 5 იყო ხოლმე ისეთი, რომელიც იყო ამოვარდნილი, ასე ვთქვათ, საერთოდ სხვაგან იყო რა. იქ იყო ზუსტად ჩაყრილი ეს ბიულეტენები. და ნახეთ, ანუ 50 უბნის განაწილებას რო ვადგენთ ჩვენ თითო ოლქის რა. იმ 50-ში ის 5 არ ახდენს მაგაზე გავლენას დიდად, ანუ ტოვებს მაინც გაუსურად რჩება. მაგრამ ის 5 უბანი ყველა ერთად ამორჩეული არის და სწორედ ეგენი ქმნიან აი ამ მესამე რუსულ კულტს. ანუ კონკრეტული ოლქი არ ყოფილა, აქ იყო ყველა ოლქიდან 5, 3, 10 უბანი, რომლებიც შემდეგ აი ეგ არის ზუსტად აი ამ ნაწილში წარმოდგენილი. აი მაგიტო არის ყველაზე ჭკვიანური და ზუსტად ვიცი რომ ამას მათემატიკოსები ედგნენ ასე ვთქვათ უკან და ისინი თვლიდნენ სად და რამდენი უნდა ჩაეყარათ. აი ზუსტად ვიცი. აი სწორედ ეს ქნეს. ანუ ახლა თავად აი ამ გაყალბების მათემატიკურ მექანიზმზე რო ვისაუბროთ. კერძოდ თუ გაყალბება ესეთი რაღაცა, ესეთი მექანიზმი ხო შეიძლება შემთხვევით მოხდეს. შემთხვევით აი ესე არ გამოვა ხო ალბათ. კერძოდ მათემატიკოსების ფეხსაცმელი რომ მოვირგოთ. ისინი კერძოდ რას ამ მენეჯმენტებთან რას გეგმავდნენ, როგორი მექანიზმი მოაწყმეს აი ამ გაყალბების სქემაში, ისე რომ ესე განაწილებული. მათ მოაწყოს შემდეგი სქემა. ჯერთი შეგვიქმნეს წარმოდგენა, რომ აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია არის რეგიონში თბილისისგან. განსხვავებით. ანუ ამიტომაც აქვს რაღაც ორმაგი პიკი აქვს რეალურ განაწილებას, ხო, აი რომ შეხედოთ. ეს ორი პიკი გვეუბნებიან, რომ ერთი არის თბილისის პიკი და მეორე არის რეგიონების ჯამში. და იქ სხვადასხვა სიტუაცია არის და ამიტომ გვაქვს ორი პიკი. ეს არის გამართლებადი, რაც ისეთი გამართლების საშუალება. და მეორე არის ზუსტად ის, რომ კონკრეტული ოლქი რო გაეყალბებინათ, მაგალითად მარნეულში რო ყველაფერი გაეყალბებინათ, ხო? რაც იდეაში მარნეულში ქნეს კიდეც, რაც დიდ რაოდენობა. ან აი მაგალითად თაწმინდის თბილისში რო ვთქვათ, თაწმინდის რაიონის ოლქი რაც არის, მოკლედ ის რო თლიანად გაეყალბებინათ, ეგ გამოჩნდებოდა. ყველანაირ განაწილებაში ბევრად უფრო უცნაური ანომალიები გვექნებოდა, ვიდრე ეხლა გვაქვს. და აი სწორედ ის განაწილება, რომ აი 5 უბანი ავიღოთ მოდი ამ ოლქიდან, 5 უბანი ამ ოლქიდან, 5 უბანი იმ ოლქიდან, აი ესე რომ გაანაწილეს ეს უბნები, 5 და 10 უბანი, სადაც უნდა მომხდარიყო ეს ჩაყრა და ყველანაირი გაყალბება. აი ეგ განაწილება არის მათემატიკური დაგეგმარება ჩემი აზრით. აი ეგ მოხდა ზუსტად, რომ გათვალეს დაახლოებით სად და რამდენი უბანი უნდა გაეყალბებინათ და რამდენი ხმა უნდა ჩაეყარათ. აი ეს მოხდა. ანუ რაღაცა ლიმიტს სადაც თუ კი გადააჭარბებდნენ, ისინი აკონტროლებდნენ აი ამ მაგალითად, აი დაახლოებით ეს არის ის რაც შეიძლება გაყავდეს და ამის შემდეგ იყოს ის პროცესი როგორც არის, აი ესეთი მენეჯმენტი, ესეთი მითითება უნდა ქონოდათ. გეტყვით. ესე იგი რა თქმა უნდა ეს კვლევა და ციფრები ამას ვერ გვეტყვის, მაგრამ ბევრს გონია რომ მათ იცოდნენ ზუსტად 3 საათზე რა პროცენტი ქონდათ ასე ვთქვათ და რაღაც წინასწარი მოლოდინები ქონდათ. რა მოხდებოდა საერთოდ რომ არ ჩარეულიყვნენ. ამის გამო, როდესაც ეს მონაცემები უკვე აქვთ. ნახეთ, მაგის მერე ხდება უკვე ჩაყრა და ყველანაირი გაყალბება. აი ამან რაღაც ინფორმაცია უნდა ქონოდათ რა. სხვანაირად ეს ინფორმაცია აი ამ ახალი ტექნოლოგიები იძლეოდა ამის საშუალებას რეალურ დროში დაენახათ მათ კონკრეტული მდგომარეობა. კი, რა თქმა უნდა. პოლიტიკოსები ამბობდნენ რომ ეს იყო იქნებოდა უკანონო წინასწარ რომ დაენახათ მონაცემები. მაგრამ ეს შესაძლებლობა ჩვენ ვუშვებთ ამ ალბათობას რომ ისინი ხედავდნენ რეალურ დროში რა ხდებოდა არჩევნებში. აი ესეთ მონიტორზე როგორც ეხლა. კი. ნახეთ როგორი რაღაც არის. პოლიტიკოსები გამოდიოდნენ და ამბობდნენ რომ შეუძლებელია გაყალბება.
ამაში ძალიან ცდებოდნენ მე ძალიან სკეპტიკური ვარ. კი, რა თქმა უნდა. ამას ჰქონდა თავიანთი მიზეზები, რატომ შეიძლება ითქვათ ეს, რომ ხალხს არ შეშინებოდა. მე ვერ ხვდები ვერც ერთ მიზეზს, მაგრამ მაინც. როცა საუბარი გვაქვს ტექნოლოგიასთან, აი ორი აზრი არ არის, მე შემიძლია დავწერო პროგრამა, რომელსაც გავუშვებთ იმ აპარატებში, მეც კი შემიძლია დავწერო და ბევრს ყველა ვინც იცის რაღაც ოდნავ რაღაცა პროგრამირება, ერთი-ორი ინფორმაციის მოძიება დაჭირდება ადამიანს და დაწერს კოდს, რომელიც პირდაპირ ლაივ რეჟიმში გამომიგზავნიდა ვის რამდენი პროცენტი ქონდა. წვდომა ვისაც ქონდა, რა თქმა უნდა. ხო. და ეს წვდომა CS:GO-ში ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ ეგეთი დონის წვდომა მაგათ არ ქონდათ ლაივ რეჟიმში. ანუ ჩვენ ამას ვარაუდობთ, ჩვენ კი, ეს ვარაუდია. ცხადია, მაგრამ აი დასაბუთებული ალბათ ლოგიკური ვარაუდით, ხო? დედუქციური ვარაუდით, ვარაუდობთ, რომ ეს მონაცემები გქონდათ. აი, შენ როგორ ფიქრობ? მოცემული, ანუ კვლევის შედეგი, ანუ არსებული შედეგები ვიცით და შენი კვლევის შედეგებით კონკრეტული რა გაყალბების манипуляция არის 175,000 ხმა დაახლოებით, ხო? ჩვენ ასევე ორი ვარიანტი ვივარაუდეთ, 175,000 პლუს ხმა და 175,000 ჭურჭლიდან მეორე ჭურჭლში გადასხმა, ხო? ანუ გამოაკლეს მაშინ სხვა. ორივე ვარაუდით, რომ ვარაუდოთ. მაშინ ქართულ ოცნებას რამდენი ხმა აქვს პლუსის შემთხვევაში, რომ გამოაკლოთ ეს გაყალბებული ხმები, რამდენი ხმა უნდა აეღო და ამ შემთხვევაში m- თუ კი გამოაკლებთ, ემთხვევა თუ არა ეს არჩევნებში მისული ადამიანების რაოდენობას, აი ამ 175,000 თუ გამოაკლებთ და სად მიდის მაშინ ეს 175,000, თუ კი ჩვენ ამას ვაკლებთ უბრალოდ და თუ კი ჩვენ პარტიებს ვაკლებთ, პარტიებს გამოაკლეს 175,000 და აქ ამ შემთხვევაში ჩვენ აი აქ კეთილი ადამიანები ისე უკან უბრუნებთ, მაშინ არჩევნების სურათი როგორი იქნებოდა? აი ეს ვიცოდი რომ აკითხავს დამისვამდით, მაგრამ შეგნებულად ვერ გაგცემთ მაგაზე პასუხს. აი, იცით რატომ? არ ვიცით რეალურად რამდენი იყო გამოკლებული რა, ანუ მექანიზმს ჩვენ ხო ვერ ვსაუბრობთ ძირითადში. მე გამიგია ჩემ მეგობრებისგან, რომლებიც უცხოეთში არიან, რომ იქაც ეწერნენ და აქაც ეწერნენ. ჩაწერილები იყვნენ ორივე ადგილზე. გამიგია, მოკლედ ემიგრანტებზე ისეთი რაღაცები მოხდა, ეს ემიგრანტების თემა საერთოდ დავივიწყოთ. ანუ ვერ ნამდვილად ვერ გავაკეთებ ვარაუდს, რამდენი იყო გამოკლებული. იცით რატომ? იმიტომ რომ ზოგს ხო ჩამოართვეს ისინი პირადობები. ეგ ხო რაღაც ცნობილი ფაქტია, ასე ვთქვათ რა. რომ ჩამოართვეს და ეხლა არავინ არ ვიცით ეგ რა მოხდა. რამდენი ამორჩეველი მივიდა? 2,100,000 დაახლოებით. 175,000 რამდენი პროცენტი არის 2,100,000? დაახლოებით 10%, ცოტა ნაკლები. ხო, ცოტა ნაკლები. ხო. და ქართული ოცნების 20% არის, ოღონდ ჯამურად. მაგრამ ეს ხა ეგ იმას ხო არ ნიშნავს, რომ 20%-ით ნაკლებს აიღებდნენ, არა, უბრალოდ ეგ რომ გამოვაკლოთ, თელ რაოდენობასაც უნდა გამოვაკლოთ ეგ და ნუ ეგ შემცირებები, ნუ აი ყველაზე ესე და ემთხვევა დაახლოებით 48%-ს ალბათ, დაახლოებით 47-ს ალბათ. ამას 75,000-ით მხოლოდ? ხო, რომ გამოვაკლოთ. 45 არის ყველაზე რეალური, ეგრე აი პირდაპირ ესე უხეშად რო ვთქვა. უხეშად რო ვარაუდოთ, 45. 45. დიახ, 55% ემთხვევა თუ არა ეს ჩვენი ვარაუდი დაუშვათ ეს რომ გამოვაკლოთ. exit პოლების შედეგებს და exit პოლების შედეგები რატომ არ შეიძლება თან ამავე დროს იყოს ერთგვარი კრიტერიუმის, ასე ვთქვათ, საზომი ერთეული დაუშვათ ჩვენი დედუქციის ესეც რო აგვიხსნა. კი ბატონო. ნუ exit პოლი როგორ ტარდება? ხო. exit პოლი ტარდება შემდეგნაირად. საქართველოში თუ 2 მილიონი ადამიანი იღებს მონაწილეობას, ზუსტი რიცხვი არ ვიცი, მაგრამ აი მაქსიმუმ 10,000 ადამიანი გამოეკითხათ. ხო, რაღაც ესე გამოკითხეს კიდეც. ხო, აი დაახლოებით მეც ეგრე ვიცი. ეხლა 10,000 მე რჩდება კითხვა, სად გამოიკითხა? ანუ თბილისში გამოიკითხა რამდენი და რეგიონში რამდენი? რეგიონში სად? იქ არის რაღაც რეგიონები, სადაც საერთოდ სხვა სიტუაციაა, ჩვენ კლუბში რაც ვქენით, ფაქტიურად ეგრე რომ გაეშალოთ ეს 10,000 კაცი. რაღაცა
რაღაც დონით სიზუსტემდე ახლოს მივიდოდნენ. 10,000 მაინც დიდი პარამეტრია. ხო, იმიტომ რომ თავადაც ამბობდნენ რომ ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებში სადაც ასეული მილიონი არის ამ მომრჩევლების რაოდენობა, იქ გვაქვს დაახლოებით 10,000-იანი გამოკითხვა და ცდომილება მხოლოდ 1% არის. კი. და ესე იგი რაღაცა სტატისტიკური მიმართება არსებობს, ხო? აი ამ 10,000 ციფრის განაწილებასა და არჩევნების განაწილებას შორის, ანუ გარკვეული ჰარმონია არსებობს ამ მიმართებით. გარკვეული ჰარმონია ნამდვილად არსებობს. დიახ. აი რაღაც კორელაციაში არიან ერთმანეთთან ნამდვილად. მაგრამ მათემატიკაზე და აბსოლუტურ სიმართლეზე თუ საუბრობთ, მაშინ არ არის ეს კარგი არგუმენტი. მართლა არ არის, იმიტომ რომ მაგალითად ამერიკაში საერთოდ არ ხდება იმ რესურსის გამოყენება, მოსყიდვა მაგალითად. დიახ. $10 არ მოგცემს არავინ იქ, რომ რაღაცა ის ერთი ხმა მისცე, ხო, არ არის, ეგ არ ხდება. აქ ხდება, აქ პლუს დაშინება ხდება, აქ ხდება exit poll-ზე დაშინება თვითონ, რომ ტიპთან მიდიან და ეუბნებიან, რომ exit poll-ი რო კითხავს ეს უპასუხე. წარმოიდგინეთ, რამ ხელა ზეწოლა არის თვითონ სტატისტიკურ გამოკითხვაზე. ყველაფერს შემიძლია, რომ ესეთ რეჟიმში გავაყალბო. exit poll-ის გაყალბებაც შემიძლია თავისუფლად და აი სწორედ ეგ იყო რა. ამიტომ ვერ ვამბობთ მაგას. და ამ exit poll-ების შედეგები ახლოს არის ამ შემთხვევაში იმ შედეგებთან, თუ კი ჩვენ აი ამ 175,000 ვივარაუდებთ და დედუქციურად გამოვაკლებთ. პირდაპირ გამოვაკლოთ? ხო. პირდაპირ გამოვაკლოთ. იმდენად არ მგონია სწორი ეს პირდაპირ გამოკლება. ხო. რომ ესე არც დამითვლით. 75,000 თუ გამოვაკლეთ, მაშინ სად მიდის ეს ციფრი? ნახეთ, ეგ ხო ჯამურ რაოდენობასაც აკლდება მაშინ. ხო. და ქართულ ოცნებასაც აკლდება. დიახ. ნუ ჯამურს რო არ აკლდებოდეს და მარტო ქართულ ოცნებას აკლდებოდეს, ბევრად უკან არიან, აი 35%-ზე ჩადიან მაქსიმუმ. მაგრამ ეგრე არ არის, ხო, ანუ ეგ მაშინ თლიან არის მასაკლდება და იქიდან უნდა გამოვიდეს მერე ეს პროცენტული რაოდენობა. ანუ რეალურად ესე ინტუიციურად არ ვიტყვი, იმიტომ რომ ჩვენ აბსოლუტურად მათემატიკას კი ბატონო, უყურებთ ხოლმე. კი ბატონო, არა, მე ახლა უკვე ვსtildeებ აი ამ მონაცემებიდან რაღაცა დედუქციურ მოგზაურობას იქით-აქით რა შეიძლება დაახლოებით კიდე ვისპეკულაციოთ, მაგრამ ის რაც არის კონკრეტული ასე თქვათ ფაქტობრივი არგუმენტაცია ამის სივრცე და ამის ადგილი ამ კონკრეტულ კვლევაში არის. ანუ ამ კვლევით ჩვენ გვაქვს რა მტკიცებულება, კონკრეტულად და ფორმულირებულად მითხარ. ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, რომ 175,000 ადამიანზე მოხდა სერიოზული манипуляция. 175,000 ადამიანზე არა, ხმაზე. რომელიც დაფიქსირდა არჩევნებში, იკვეთება სერიოზული манипуляция. 175,000 ხმა არ შეესაბამება არანაირ სიმართლეს. დიახ, ესე იგი, არჩევნებზე манипуляция, შენი კვლევის, თქვენი კვლევის თანახმად იკვეთება და აქ არის ცდომილება 175,000 ხმაში. ეს ცდომილება რის გამო გვაქვს უფრო კონკრეტულად და წინადადებაში? ეს ცდომილება გვაქვს იმის გამო, რომ რა მოლოდინებიც ჰქონდათ ქართულ ოცნებას, აი მეორე ფაზაში წერან რომ საუბრობდი, მანდ ვერ აიღეს და მოუწიათ რომ ეს დაეკონვერტირებინათ ისეთ უბნებში, სადაც რომლითაც დააკომპენსირებდნენ იქ ვერ აღებულ ხმებს. ანუ ასეთი დასკვნით ჩვენ ვარაუდობთ იმას, რომ ეს манипуляция 175,000 ხმა არჩევნების უფრო დასკვნით ეტაპზე უფრო მოხდებოდა თუ კი. მე ვარაუდობ, სპეკულაციაა უბრალოდ, მაგრამ ისე ვარაუდობთ ასევე დაშვებას, რომ არჩევნების მონაცემები რეალურ რეჟიმში მათ ჰქონდათ და აქედან გამომდინარეც მიღებული იქნა კონკრეტული ზომები, კი. მადლობა. ასაგებია. ყველაფერი ხო ახსენეთ? რამე ხო არ დაგვრჩა? არა, მეტი არა. დიდი მადლობა ლაზარე. დიდი მადლობა. მე მგონი ძალიან კარგი ისეთი რაღაცა უფრო ინტელექტუალური ნუგბარი იყო. მე ხმად ვარ დარწმუნებული, რომ ძალიან ბევრს მოეწონება ნიჭიერი ახალგაზრდის ესე თქვათ პრეზენტაცია.
მეგობრებო, ეს გახდათ პროექტი Veritas. გადაცემა ძალიან მათემატიკური, ცოტა რთული, მაგრამ შევეცადოთ რაც შეიძლება გასაგები. ნახვამდის. მადლობა დიდი.